ამ ქვეყნის სილამაზეზე ხილველნი ლეგენდებს ყვებიან. ხოლო ქვეყანა ესე იწოდების სახელითა სამითა. პირველად საქართველო, მეორედ ივერია, მესამედ გიორგია, წერდა ვახუშტი ბაგრატიონი. ამ ჩვენს პატარა დალოცვილ საქართველოში მიწის ყოველ მტკავრას თავისი ისტორია აქვს, უფლისაგან ბოძებული და თავს იწონებენ ქალაქები ღირსშესანიშნაობებითა და კოლორიტით. ჩემი პატარა ქალაქიც ერთ-ერთი იმათაგანია. მის ქუჩებსა და შენობებს სათუთად შემოუნახავთ ქვაში ამღერებული სული იმ ადამიანებისა, რომელთა ფიქრშიც იშვა ეს მშვენიერება. დაამაყობს ჩემი პატარა ქალაქი ჭაღარა გორის ციხითა და ათასობით ტურისტის გაუნელებელი ინტერესის წყაროთი სტალინის სახლ-მუზეუმით. გამოსცება თუ არა ინტერესმოძალებული მოგზაური ჩვენი ქალაქის ვაგზალს და ცენტრისკენ აიღებს გეზს, ლამაზი სანახაობის მოწმე ხდება. მის თვალწინ ლარივით გაიჭიმება სტალინის პროსპექტი, თითქოს ფიანდაზად დაეფინაო სასურველ სტუმარს. ამ ფიანდაზის სათავედ კი სადგურის დასახლებისა და სტალინის პროსპექტის შემაერთებელი ხიდი გვევლინება. ვფიქრობ, ადამიანს, რომელსაც ამ ხიდის მშენებლობის იდეა ეკუთვნის, წვეთის სისხლიც არ ჰქონია არაქართული და მრავალ საამაყო ადათთაგან მისთვის განსაკუთრებით ძვირფასი ქართული სტუმართმოყვარეობა გამხდარა. ამ ადამიანმა ოჯახიდან შეისისხლოცა ქართული სული და უმცროს ძმასაც სიკეთისა და ქვეყნის სიყვარულის მშვენიერ მაგალითად მოევლინა. დღეს სწორედ ძმებს ზურავ და დავით თავზარაშვილებზე ფიქრი მინდა შემოგთავაზოთ. რადგან უფალმა მათ ქვეყნისა და მოყვასის სიყვარულთან ერთად ის კვარცხლბეკიც უბოძა, რომლიდანაც ხილის გულივით მოჩანდა კივილმოძალებული ნაწილი ჩემი პატარა ქალაქისა. და ეს კვარცხლბეკი პატივზე უფრო ტვირთი იყო. ტვირთი და უსაზღვრო მადლი ღვთისა და კაცისათვის სათნოდ ცხოვრებისა. სათნოდ ცხოვრების შეუდარებელი მაგალითი კი უდაოდ ოჯახისაგან ერგოთ. რადგან გასული საუკუნის დასაწყისში ჩვენს ქალაქში ილია თავზარაშვილისა და ელისაბედ აბდუშელიშვილის ოჯახი ერთ-ერთი გამორჩეული იყო სიკეთითა და თანადგომით. თავზარაშვილების გვარის ფესვები კიდევ უფრო შორიდან, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბაზალეთიდან მოდის, კაკაბაძისა და კლდიაშვილის მთიანი იმერეთიდან, სადაც ცა ხელის გაწვნენაზეა. ზვიადი მთები კი ვაჟასაც ხიბლავენ და ისიც ხუტბას არიშურებს იმერეთისათვის. შეერთებულად შენშია ქართლსა და კახეთს ვხედავო, ფარხმალო საქართველოსავ, სხვაცა გვაძავდეს ნეტავო. ასეთ სილამაზეში იბადება ზრდილი, თავაზიანი იმერელი და მთელი ცხოვრება ატარებს თავისი კუთხის სიყვარულს. მაგრამ ხომ გაგიგონიათ, სადაურსასაც წაიყვანო და ილია თავზარაშვილის შვილივით ჩაიკრა გულში ჩემმა პატარა ქალაქმა. ჩაიკრა და აღარც მოუშორებია. განსაკუთრებული ერთი შეხედვით უცნაური სიკეთით იყო გასხილოსნებული ელისაბედ აბდუშელიშვილი. უცნაური მეთქი შემთხვევით არ მithქვამს, რადგან ყველა გაჭირვებულის შემწე ერთგულ მეგობრად და მფარველ ანგელოზად მოევლინა სულიერად დაავადებულ ადამიანსაც კი. მთელი ქალაქი გიშსალომედ რომ მოიხსენიებდა. რა გასაკვირია, რომ ელისაბედის გარდაცვალებისას ოჯახის წევრებთან ერთად სალომე ყველაზე მყურვალი ჭირის უფალი იყო და გულდათუთქული დასტიროდა საყვარელ ელიზავეტას. მაგრამ ლუკას სახარება გვეუბნება, რომელმან დაინდაბლოს თავი თვისი, იგი ამაყდეს. ჭეშმარიტად. ერთგულად გაუყვნენ მშობლებისაგან გაკვალულ სიკეთის გზას ზურაბი და დავითი. ზურაბი 1910 წელს დაიბადა გორში. ადრევე ეზიარა შრომას და 1928 წელს აგროტექნიკოსად დაიწყო მუშაობა, ხოლო 1933 წლიდან თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გორისა და კასპის რაიონის აგრონომად მსახურობდა. მაგრამ ავის მომასწავლებლად გათენდა 1941 წლის 22 ივნისი და თავზარაშვილების სამივე ვაჟმა, ზურაბმა, დავითმა და კონსტანტინემ ჯარისკაცის ფარაჯა ჩაიცვა. კონსტანტინე გმირულად შეეწირა სამშობლოს, ზურაბი და დავითი კი 1946 წელს დაბრუნდნენ შინ. მათი მხედრული მამაცობა სხვადასხვა ჯილდოებით დაფასდა, მაგრამ დედისათვის ყველაზე დიდი ჯილდო შვილების შინ დაბრუნება იყო. აკი აიმედებდა კიდეც ფრონტიდან დავითი. დედა, მივიღე შენი წერილი, რომელმაც იარა მხოლოდ 17 დღეს. ძალიან გამეხარდა. დედა,
თავარია შემიყვე კარგად, რა გინდა ხილისთვის მიწა, ჩამოვალთ და მერე თუ საჭიროა, ჩვენ მოგცემენ. ვინაიდან სამშობლოსათვის შენი შვილები სისხლს არ იშურებენ. გამარჯვება მათია და როდესაც დავბრუნდებით, განარამეს მოგავდებთ. მხოლოდ ეხლა მოითმინე ცოტა კიდე. მოვსტობთ ფაშისტ არამზადებს და გამარჯვების ალმით მალე, სულ მალე მოგევლინებით. დაბრუნდნენ კიდეც და შეუდგნენ საქმეს, რადგან ომისაგან გაღატაკებულ ქვეყანაში უამრავი რამ იყო საკეთებელი. პიროვნული ინდივიდუალობის მიუხედავად, ერთი მკაფიო და განსაკუთრებულად ფასეული თვისება ერგოთ მემკვიდრეობით მშობლებისაგან. სიკეთის ქმნის დაუუკებელი სურვილი და თანამდებობრივ მდგომარეობასაც უნდა გაეადვილებინა მათთვის ამ გზით სიარული, მაგრამ თითქოს ბრძანაო უფალმა, რომელსა უნდეს თქვენ შორის პირველ ყოფაი, იყოს ყოველთა მონა და დაიდგეს ძმებმა მონობასავით მძიმე უღელი. თავზარაშვილების ოჯახი საერთოდ ქართლში, ქალაქ გორში ერთ-ერთი დიდი ინტელიგენტური ქართული დარბაზული ოჯახი იყო, რომლის ხელმძღვანელი იყო ილიკო თავზარაშვილი. იმას 4 შვილი ჰყავდა. ამ 4 შვილიდან განსაკუთრებით გორის საზოგადოებისათვის ცნობილი არის ზურაბი თავზარაშვილი. და მე ასე დავიწყებ მასთან საუბარს. გარეგნულად თავზარაშვილი ზურაბი ულამაზესი კაცი იყო. და ეს გარეგნული სილამაზე კიდე მისი შინაგანის სიმდიდრე ბუნების რაც იყო, იმას აფარამდა. ეხლა რა იყო მისი დიდი სულოვნება, დიდი ადამიანი იყო, ძალიან დიდი ადამიანი. გორში ყველა უყვარდა, ქალი იყო, ბავშვი იყო, ვისაც კი რამე გაშლილია და ზურაბთან მისულა, მხოლოდ ზურაბის ლოცვაში ატარებდნენ დროსა, რომ ეს ვინ გაზარდა, ვინ დაბადა ასეთი ღვთისმიერი ადამიანი. პირადად მე მასთან ვიყავი დაახლოებული პიროვნები, საერთოდ ოჯახთან ვიყავი. ესენი 4 იყვნენ და მაგრამ განსაკუთრებით ზურაბთან და დავითთან ვიყავი ახლო, იმიტომ რომ ცოტა თუ მეგრად ასაკშია, ცოტა მოძილები იყვნენ, უფროსები 10-15 წლის, მაგრამ საერთო სამსახურითაც ჰქონდა ზურაბი ჩვენი საქალაქო კომიტეტის პარტიის პირველი მდივანი გახდა. ამიტომ სამსახურებრივათა დაკავშირებული ვიყავით, მე განათლების განყოფილების გამგეობა სკოლისა და ხშირად ვაკითხავდი. და ერთხელ ასე მითხრა, რომ სახლის შენებლობა დავიწყე. როცა შენ სახლსა ვერ აშენე. რატომ მეთქი? აბა მაგის შეიძლება შენ გაქო. ხელფასზე და თან ოჯახი. მე უნდა დაგეხმარო. მე კი რა ვთხოვე, თვითონ მითხრა, მე უნდა დაგეხმარო. და თქვენ წარმოიდგინეთ. წარმოუდგენელი დახმარება გამიწია. აი თვითონ უნდა რომ ხალხი ესე ამონებდა და რაც თავია იცი. როგორი კეთილშობილი კაცი იყო და ჩვენი ქალაქისათვის მოვლენილი ადამიანი იყო. ერთხელ კვირა დღე იყო. თავისი თანაკლასელები ახანაგები და მათ შორის მე ვიყავი და გვინდოდა რომ ქართლში შესულიყო. უარი თქვა. ჯერო პარკში შევიაროთ. დავათვალიეროთ რა ამბავია. ცხელა ზაფხულია და შევედით. პარკის დირექტორი იყო ალიოშა ჩიხლაც. შევედით თორა შადრევანი არა მუშაობს. რატო რა მუშაობს? გადაიწავე შეთეს ნაწილი. რა ღისვის ნაწილი? რატო არა გაქვს 10 წალიო? ხალხსა ხოლმე ასე ცხელაო. შედალოცელი შვილო ჩაგაბარეთ ესავდა. აი ახლა რო გაგანთავისუფლოთ. ამისათვის მე დაიწყებ რომ აი შეერი დავჭი და რამე. არ გიჩვენე კოდეს გააკეთე და არიგა და მეორეს არ ვნახო. შემოვიდეს ხალხი და შადრევანი არ ამუშავებს. აი ყველაფერსა აკონტროლებდა. ყველაფერზე თვალყოს ადენდა და უნდოდა რომ ქალაქში წესრიგიცა ყოფილიყო და ქალაქი ყოფილიყო თვალსაჩინო ყველასათვის იმდროისათვის და ჩამოდიოდნენ ჩინეთიდან ჩამოდიოდნენ გერმანიიდან ჩამოდიოდნენ პოლონეთიდან უნგრეთიდან დელეგაციები რა და რა თქმა უნდა მთელი ევროპაში გადიოდა
საქართველოს სახელისა და გორის სახელისა. აი ამიტომ იყო რომ ასე ზრუნავდა მასამე ზურაბ თავზარაშვილი მასამე ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისათვის. და უამრავი სხვა მაგალითები შემდიან მოვიყვანო რომ რაღაცნაირად სული და გულით იყო მასამე ჩვენი ქალაქისათვის მოწადინებული პიროვნება. რაც შეიძლება ქალაქი წარმოეჩინა როგორც რესპუბლიკაში, ისე საზღვარგარეთ წარმოეჩინა. და რაც თავარია კიდე ძალიან უყვარდა ნათესაობა, მეგობრობა. არის ზოგიერთი ადამიანი რომ მიიღეს თანამდებობასა, აღარ არის ახლო არ იკარება. ის ცუდად კი არა, მეგობრულად ყველას მაინც ისე ეხმარებოდა და ისეთი ურთიერთობა ჰქონდა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანებს რომ აქვთ ხოლმე. ამ პარტავანი არ იყო. დიდ კაცობას ის არ ეწევოდა და ამიტომ იყო რომ სული და გული იყო ჩვენი ქალაქის მოსახლეობისათვის საყვარელი პიროვნება იყო. ასევე შემიძლია დავით თავზარაშვილზე. ის უმცროსი ძმა იყო თავზარაშვილებში და ცოტა მე ახლო ვიყავ მესამე საშუალო სკოლაში სწავლობ ორთავე. ჩემზე წინ იყო ის. მაგრამ მეგობრობა. ისიც ესეთი იყო. ჩამომავლობის ბრალია თუ რის ბრალია? კეთილშობილი. წარმოუდგენელი პიროვნება იყო ყველას მიმართ. ოღონდ რამე გეთხოვა, სულს მოგცემდა. პატარა ბავშვით გახდებოდა, შემოგევლებოდა, ხელს მოგავლოდა რა გინდათ, როგორ გინდათ. წარმოუდგენელი ადგილმებრძოლების დირექტორი იყო. წარმოუდგენელ დახმარებას უწევდა ხალხსაც. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო და განათლოს ღმერთმა იმისი სული ესეთივე კარგი შვილებიც დაზარდა. ისინიც ესეთები არიან და აი ერთ-ერთი აქაბდან ჩემი ასამე კონსტანტინე დავითიძე თავზარაშვილი სწორედ იმის განსახიერება, რაც თავზარაშვილების ჩამომავლობას ახასიათებდა. უყვარს თავის ქალაქი, უყვარს ქართველი ხალხი, უყვარს მასამე საქმის გაკეთება და ღმერთმა ეს დააკლოს ჩემ პატარა კონსტანტინეს. ზურაბი ჯერ აღმასკომის თავმჯდომარის, შემდეგ რაიკომის მდივნის, ბოლოს კი საქალაქო კომიტეტის მდივნის თანამდებობით ემსახურა ქვეყანას და ერთ დღეს სასოწარკვეთილს აღმოხდა. არ მეგონა თუ ამდენ ადამიანს სჭირდებოდაო დახმარება და მისი ხელით მრავალს მიწვდა. ერთხელ, როცა საქალაქო კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ახლანდელ ცხინვალის გზატკეცილზე მგზავრობისას მინდორზე ყველასაგან მოშორებით მდგარი ქოხი შენიშნა და მძღოლს იქამდე მიიყვანა სთხოვა. გზის არარსებობის გამო მანქანით მისვლა ვერ მოხერხდა და ბატონმა ზურაბმა ფეხით მიაღწია ქოხამდე. თვალწინ გამაოგნებელი სურათი დაუდგა. ქვრივი ქალი უსახსრობის გამო არ ნახულს იღატაკეში ზრდიდა შვილებს. ქალს სთხოვა მეორე დღეს სამსახურში მიეკითხებინა და დასაქმებას შეპირდა. მაგრამ რადგან ქალმა მისი ადგილსამყოფელი არ იცოდა, გადაწყვიტა დილით მანქანა გაეგზავნა მის მოსაყვანად. მთელი დღე იწრიალა ნანახით შეძრულმა. დილამდე ვერ მოითმინა და საღამო ხანს მძღოლი მოიხმო. ჯიბიდან ამოიღო რაც გააჩნდა. არც ისე ბევრი იყო. ორ ოჯახს სამიოდე დღეს თუ ეყოფოდა თავის გასატანად, მაგრამ უყოფმანოდ გაყო შუაზე. მძღოლს სთხოვა ამ ფულით ობლებისათვის საკვები ეყიდა და მიეწოდებინა. გულმა ვერ მოუთმინა. გულმა, რომელმაც ისე იცოდა სხვისი ვარამის გაზიარება, რომ ვერ დაიტია ამდენი ტკივილი და 51 წლისას უმუხთლა კიდეც. ბოლო ხანებში ძალზე ცუდად გრძნობდა თავს. დრო გამოშვებით მუშაობასაც ვერ ახერხებდა, მაგრამ მაინც მზად იყო ყველას დახმარებოდა. ერთხელ ავადმყოფობის გამო შეიყოფნისას ქალბატონი ანა ფერაძე ესტუმრა განსაკუთრებული თხოვნით. ბატონი ზურაბი საძინებელში იწვა და სტუმარს მისი მეუღლე მიეგება. ხმადაბლა აუხსნა მდგომარეობა და ის იყო უნდა გაეცილებინა, რომ ბატონი ზურაბის ხმა შემოესმა. კითხულობდა ვინ არისო. როცა გაიგო, უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად ფეხზე წამოდგა და ეახლა ქალბატონ ანას. ქალბატონი შეწუხდა და მოუბოდიშა. დიდმა სათხოვარმა მომიყვანაო. სამხატვრო სკოლის გახსნა უნდოდა თურმე და დახმარება სჭირდებოდა. ზურაბმაც აღუთქვა თანადგომა და მოსმენილი მადლობის პასუხად უთხრა. მადლობას იქით უნდა გიხდიდეთ, მეც და ქალაქიცო. ცოტა ხანში სამხატვრო სკოლაც გაიხსნა და ანა ფერაძის წიგნის დაიბეჭდა ბატონი ზურაბის ძალისხმევით. ამ სახელმძღვანელოს სახელწოდებით სახვითი ხელოვნების გაკვეთილების სკოლაში დღესაც იყენებენ მასწავლებლები. ქალბატონ ანას როგორ არ დაეხმარებოდა, როცა მართლაც რომ ეთაყვანებოდა ხელოვნებას.
ყოველივე ლამაზი დაუფარავ აღტაცებას იწვევდა მასში. თვითონ კი შესანიშნავად მღეროდა კიდეც. ბატონი ზურაბისათვის სულ ერთი იყო, ვინ ითხოვდა დახმარებას, რადგან ყველაზე დიდ ბედნიერებად სიკეთის ქმნა მიაჩნდა. იმ დროსაც ცუდად იყო, როცა ძალზე უმწეო ქალი ეწვია თხოვნით და მისმა მეუღლემ თავაზიანად აუხსნა ზურაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ქალი უკვე წასული იყო, როცა ბატონმა ზურაბმა იკითხა მისი მოსვლის მიზეზი და გაგებისთანავე განრისხებულმა დააწია მეუღლე და მოაყვანინა ქალი. 4 შვილის დედა აღმოჩნდა, უბინაო და ერთ ოთახს ითხოვდა სამადლოდ. რას წარმოიდგენდა დახმარებისათვის მოსული, რომ სამოთახიან ბინასაც არ გუნებდნენ და დამლაგებლის სამსახურსაც. ამ ქვაზე დადებული მადლით კი ბატონი ზურაბი ქალზე ნაკლებად ბედნიერი როდი იყო. ეს შემთხვევა იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა, როცა ზურაბის მეუღლეს კლეოპატრა იალამიც მეუღლის რისხვა დაატყდა თავს. ჩვეულებრივ ზურაბი შინ ძალზე დამთმობი და ლმობიერი იყო. კლეოც იშვიათი თვისებებით ხასიათდებოდა. გარეგნული სიმკაცრისა და ცრუ ამპარტავნების მიღმა ძალზე უშუალო, მხიარული და იუმორით სავსე ადამიანი იმალებოდა, რომლის უდიდეს ბედნიერებას კითხვა წარმოადგენდა. როცა კითხულობდა, ქვეყანა რომ დაქცეულიყო, თავს არ აწერდა. საბავშვო ბაღის გამგედ მსახურობდა და ხშირად უხდებოდა გვიანობამდე გარეთ ყოფნა. არც ნათესავ მეგობრებთან სტუმრობაზე ამბობს და უარს. ბატონი ზურაბი კი ზოგჯერ შინ მასზე გაცილებით ადრე დაბრუნებული ოლიმპიური სიმშვიდით ელოდებოდა მას. არც მაშინ კარგავდა წონასწორობას, როცა სხვა ნებისმიერი მის ადგილას სუბუქად რომ ვთქვათ გაღიზიანდებოდა მაინც. ერთხელ ბატონ ზურაბს თბილისში მიეჩქარებოდა თათბირზე. იგოეთთან ქალბატონ კლეოს რატომღაც ეჭვი შეეპარა იმაში, რომ მაცივრის ნაცვლად ქურა ჩართო, რომელზეც სარეცხით სავსე ქვაბი იდგა. ბატონმა ზურაბმა შვიდად მოაბრუნებინა მანქანა მძღოლს. შინ მისულებს მართლაც ჩართული დახვდა ქურა. ბატონ ზურაბს თათბირზე დააგვიანდა. ქალბატონმა კლეომ კი საოცარია და შეკებაც კი დაიმსახურა მეუღლისაგან იმის გამო, რომ დროულად გაახსენდა და სახლი გარდაუვალ ხანძარს გადაარჩინა. მხოლოდ 2 წელწადნახევრის განმავლობაში მოავლინა უფალმა ხალხისა და ქალაქის შემწებ ზურაბ თავზარაშვილი და ვინ იცის, რამდენი ადამიანი იხსნა უბინაობის მძიმე ხვედრისაგან. ამ მცირე დროში იმაზე მეტი მოასწრო, ბევრს წლების განმავლობაში რომ ვერ გაუკეთებია. ისევ სადგურის დასახლებიდან სტალინის პროსპექტზე გადასასვლელი ხიდი მინდა გავიხსენო, რომლის ასაშენებლად თბილისიდან დის თამარის ვაჟი ოთარ კერესელიძე გამოუხმია. ოთარს ახალი დამთავრებული ჰქონდა ინსტიტუტი და ასეთ დიდ სამუშაოს ცოტა არ იყოს ეკრძალოდა კიდეც, მაგრამ ბატონი ზურაბის ენთუზიაზმს ვინ დაუდგებოდა წინ. სწორედ მის შენობისა და სიახლისადმი დაუოკებელ ტოლას უნდა ვუმადლოდეთ გორელები ბევრი მნიშვნელოვანი შენობის არსებობას. ასეთია მაგალითად ცირკის შენობა, რომელიც სიდიდით მეორე იყო საქართველოში თბილისის ცირკის შემდეგ და რომელიც ასე უმოწყალოდ აღიგავა პირისაგან მიწისა. მისი ინიციატივით ჩაეყარა საძირკველი კომბინატის კულტურის სახლის მშენებლობასაც, რომელიც მხოლოდ 20 წლის შემდეგ დაგვირგვინდა დავით ჩუბინიშვილის ძალისხმევით. დაიწყო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობის მშენებლობა, სტალინის ქუჩის დაგეგმარება და სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთება, რაშიც დიდი წვლილი ქალბატონი კლეოპატრას მამას იმ დროს ცნობილ ქვისმთლელს მიუძღვის. აშენდა ასევე პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილიალის შენობაც. ბატონმა ზურაბმა ჩამოაყალიბა აგრეთვე საკოლმეურნეო სამშენებლო სამმართველო, ეგრეთ წოდებული კოლხოს სტროი. ზურაბ თავზარაშვილის მიერ განსხეულებული იდეები ზღვაში წვეთია იმ გეგმებთან და ოცნებებთან, რომლის განხორციელებაც არ დასცალდა. გორიჯვრის ეკლესიის რესტავრაციას აპირებდა და უჩივლეს. ახსნა განმარტებითი ბარათის დაწერას კი მოუხდა ცენტრალურ კომიტეტში. საბაგირო გზის გაყვანაც უნდოდა გორის ციხიდან გორიჯვრამდე და მეორე ადმინისტრაციული შენობის აგებაც ახლანდელის პირდაპირ, მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. გორს არ ახსოვს ასეთი ხალხმრავალი დაკრძალვა. გორელების მწუხარება საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და რუსეთიდან ჩამოსულმა უამრავმა ადამიანმა გაიზიარა. ჩემმა პატარა ქალაქმა ღირსეული პატივი მიაგო ღირსეულ შვილს და სიკეთის ქმნის ესტაფეტა ბატონ დავითს გადაეცა, თუმცა მას არც მანამდე დაუკლია ცდა.
8 წლით იყო ძმაზე უმცროსი და მშობელივით მფარველობდა ძმა. ზურავის გარდაცვალების შემდეგ კი მთელი ოჯახის მოვალეობა ქვეყნისა და ერის წინაშე დავითმა იპირთა. მანამდე სად არისო? მთავარ ხიდმშენსა თუ პურკომბინატის მშენებლობაზე, საქალაქო კომიტეტში განყოფილების გამგედ თუ აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ. ზურავის სიკვდილის შემდეგ კი მის სურვილს ვერ უღალატა და ახლად გახსნილ პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილიალში დაიწყო მუშაობა საღამოს სწავლების ფაკულტეტის დეკანად და უფროს მასწავლებლად. თუმცა პრაქტიკულ საქმიანობას მაინც ვერ ჩამოშორდა და 66-74 წლებში ჯერ პურკომბინატის და მშენებლობაში მყოფი ქარხნის დირექტორი იყო, შემდეგ მშენებლობის სამინისტროს ხარისხის უფროსი სპეციალისტი. 1974 წლიდან კი გორის რაიონის არქიტექტორად მსახურობდა და ყველგან პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას. ჩემთვის ძალიან ძნელიც არის და ძალიან იოლიც არის ბატონ დავითზე რამდენიმე თბილი სიტყვის თქმა. ბატონ დავითზე იოლია საუბარი, იმიტომ რომ თვითონ იყო ძალიან უშუალო და ძალიან კარგი პიროვნება. და ძნელია, იმიტომ რომ არაფერი გამომჩეს იმისი დადებითი შტრიხებიდან, რაც იმას ახასიათებს. ბატონ დავითთან მე ვაკავშირებ პოლიტექნიკური ინსტიტუტის გორის ფილიალის გახსნას. ისტორიაში დავით ილიჩი ალბათ ასევე ძახდით დავით ილიჩს შევა როგორც პოლიტექნიკური ინსტიტუტის გორის ფილიალის დამაარსებელი. მე ალბათ მოგვიანებული მადლობა უნდა ვთქვა იმ 8 წლისათვის, რომელიც მან გასწია ჩვენზე როგორც სტუდენტებზე. ჩვენ ვართ პირველი წამოწყება და პირველი ნაკადი პოლიტექნიკური ინსტიტუტის გორის ფილიალის. ბატონი დავითი, ჩვენ დავით ილიჩს ვეძახდით, ალბათ გორის ისტორიაში შევა როგორც პოლიტექნიკური ინსტიტუტის გორის ფილიალის დამაარსებელი. განსაკუთრებული იყო ისეთი სტუდენტების მიმართ, რომელსაც ვატყობდით, რომ მატერიალურად უჭირდა. ბატონი დავითი მათ გვერდით სულ უნდა მიდგა. ბატონ დავითს ამას კეთილშობილებას ალბათ ის ოჯახი აძლევდა, რომელ ოჯახშიც ის გაიზარდა. ბატონი დავითის ისტორიიდან ესეთი კარგი მომენტი რო გითხრათ ოჯახის ისტორიიდან, ალბათ ეს საინტერესოც იქნება და რატო? იმ პერიოდში, როდესაც გორში გაიხსნა საველე გოსპიტალი, თავზარაშვილებმა თვითონ შესთავაზეს გოსპიტალის შენობა თამანდი საცხოვრებელი ბინა. ამ პერიოდში ისინი ჩვენთან გადმოვიდნენ დგმურებად. და მე შვილიშვილმა რო შეკითხვა მისცა, კი, მაგრამ თუ კი ჩვენ მდიდრები ვიყავით, რატო ცხოვრობდით კიტიაშვილების ბინაში? აი ესეთი პასუხი მიიღეს, რომ ჩვენ ეს დავთმეთ მაშინ საველე გოსპიტალს. აქედან დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ დავითი იზრდებოდა ისეთ ოჯახში, რომლისთვისაც განსაკუთრებული იყო ადამიანებისადმი პატივისცემა, დამოკიდებულების გამოხატვა, როგორც შეეძლო და ბატონ დავითის ძალიან დიდ შტრიხად ისიც მიმაჩნია, რომ ბატონი დავითი თავისი ცხოვრების პირადისეული მაგალითს გვაძლევდა თუ ქვეყანაზე როგორ უნდა იცხოვრო. ბატონ დავითს ყავს შესანიშნავი ოჯახი, ქალბატონი ქეთევანი და მე თავისუფლებას მივცემ, რომ გორელების სახელით ქალბატონ ქეთევან იასონის ასულ კიკნაძეს მადლობა უთხრა იმ დიდი 8 წლისთვის, რომელსაც იგი ეწეოდა გორის ნომერ 3 აფთიაქში. ქალბატონ ქეთევანთან მე ბევრჯერ შევსწრებება ძალიან ხშირად დავრდომილ ადამიანებს, რომლებსაც გულსაც უთმობდა, წამასაც აძლევდა და ამავე დროს მორალურადაც ანუგეშებდა. ბატონ დავითს ყავს 3 შვილი, შესანიშნავი შვილები არიან, ძალიან კარგი შვილები, მარინა, კოტე და ილია, სამთავე საზოგადოების სრულყოფილი და კარგი წევრები არიან და ყავს კიდევ შესანიშნავი შთამომავლობა შვილიშვილების სახით. ბატონ დავითთან ერთი ისეთი მომენტი იყო, რაღაც მომენტში რაღაც გაუგებრობა მოხდა და ჩვენ წინააღმდეგობა შეგვექმნა პოლიტექნიკური ინსტიტუტის სათაო ორგანიზაციასთან. კერძოდ რა იყო, ალბათ ესეც საჭიროა რომ ვთქვათ, ვისაც გაუჭირდა, რამდენიმე სტუდენტს გაუჭირდა გამოცდების ჩაბარება და დგებოდა საკითხი მათი გარიცხვისა. შეადგინა აქტიური სტუდენტების სია, იმ სიაში ჩაგვრთო ჩვენ და შუამდგომლობით წავედით ბატონ დავითთან ერთად იმ ახალგაზრდების დასაცავად, რომლებსაც მატერიალურად უჭირდათ და
ჩვენი საღამოსწავლების ფილიალი იყო, დღე უნდა გვემუშავა და ღამე უნდა გვესწავლა და იყო რაღაც მომენტები ეთქობა, ვერ შეძლეს ამ ახალგაზრდებმა და აი ამითი მინდა კიდე გამოვხატო ის, რომ ბატონ დავითს ძალიან დიდი გული ჰქონდა და ძალიან აქტიურად მუშაობდა თავის სტუდენტებს. განსაკუთრებით დაუვიწყარი იყო სტუდენტებისათვის ბატონი დავითის პედაგოგიური მოღვაწეობა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილიალში. მისი დამსახურება იყო ის, რომ მისაღები გამოცდები თავისუფალი იყო პროტექციისა და კორუფციისაგან. საგამოცდო კომისიის წევრების ვინაობა იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ გამოცდებზე გასვლის წინ იგებდნენ გამომცდელთა გვარებს. ამიტომაც ზეიმობდა ინსტიტუტში ცოდნა. ბატონი დავითის სიკეთისა და სითბოს გამოძახილია მრავალი წლის შემდეგ მისი ყოფილი სტუდენტის ქალბატონ ციალა კობერიძის მიერ საგაზეთო სტატიით გადახდილი დაგვიანებული მადლობა მისაღებ გამოცდებზე გამოჩენილი ყურადღებისათვის. იმ სურვილისათვის, რომ ყოველგვარი ანგარების გარეშე კიდევ ერთი ახალგაზრდა, მრავალშვილიანი, შრომელი, ღარიბი ოჯახის შვილი დაეყენებინა სწორ გზაზე. ის კი არა, ქუჩასაც კი ჩამოაცილა უსაქმური ბიჭები და პოლიტექნიკურ ინსტიტუტს შეაფარა, რომ მათგან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გამოეზარდა. პედაგოგობითაც ემსახურა ქვეყანას და შენებითაც. მისი მონაწილეობით აშენდა სტალინის მუზეუმის შენობა, სასტუმრო ინდურისტი, უნივერმაღის შენობა, ახალი ხიდი და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამ. ბევრ ადამიანს არ გუნა იმისა და სამსახურის მიღების ბედნიერებაც. ბატონი დავით თავზარაშვილის დახასიათებაში ვკითხულობთ. დავით თავზარაშვილი არის ენერგიული, თავისი საქმის მცოდნე, სამსახურებრივი და საზოგადოებრივი მოვალეობის კარგი შემსრულებელი. მისი უშუალო ზედამხედველობით და მონაწილეობით მნიშვნელოვანი ღონისძიებები იქნა გატარებული რაიონში მშენებლობის ხაზით. ცოტა არ იყოს, მშრალი ფრაზებია მისი საქმიანობის დასახასიათებლად, რადგან მათში არც მშფოთვარე დღეები ჩანს და არც უძილო ღამეები, არც შენების ვნება ბობოქრობს და არც აშენებულით ტკბობის. დაფასდა ბატონი დავითის მიერ გაწეული შრომა და 1963 წელს ის წარდგენილ იქნა რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინრის წოდებაზე. მაგრამ ყველაზე დიდი ჯილდო ამ ქვეყნად მაინც ხალხის სიყვარულია, რომელიც უხვად ერგო ორივე ძმას და რომელიც შეუფასებელ მემკვიდრეობად გადაეცა მათ შთამომავლობას. ზურავის ქალვაშს, ნოდარსა და მანანას ოჯახის ტრადიცია არ დაურღვევია. ქალბატონი მანანა თავზარაშვილი წლების განმავლობაში ენციკლოპედიის რედაქციაში თავდაუზოგავი შრომით ემსახურება ერს. მისი ავტორობით გამოიცა მართლაც სასულიშვილო ნაშრომი პანთეონების შესახებ, რაც შესანიშნავი მაგალითია ქვეყნის წინაშე ვალის პირნათლად მოხდისა. როგორც გორელები იხსენებენ, ნოდარიც განსაკუთრებული იყო. მასში მამის სიკეთე აღმატებით ხარისხში მეფობდა და შეეძლო ისე უყოყმანოდ გაეცა უკანასკნელი კაპიტით, რომ საკუთარი ოჯახი არც კი გახსენებოდა. სიკეთისა და კეთილშობილების განსახიერება იყო და უფალმაც როგორც საუკეთესო ნაადრევად გაიხმო სულთა სამყოფელში. თანადგომისა და დიდწულოვნების თანაღიარი იყო ბატონი დავითის ოჯახი. მეუღლეს, ქალბატონ ქეთევან კიკნაძეს, პროფესიაც ავალებდა ამას და შეუდარებელი სიკეთეს უნერგავდა ძალას, რომ წლების მანძილზე თავდაუზოგავად ეშრომა, რათა დროულად დაეამებინა სნეულისათვის ტკივილი. ღირსეულად ეზიდა ქართველი მანდილოსნის არც თუ მსუბუქი ტვირთი. მეუღლე დავით ილიასი თავზარაშვილი იყო ძალიან კარგი ადამიანი. ყველა უყვარდა, ყველა ეცოდებოდა. ვინმე რო შემოვიდოდა მასთან და ესა თავის გაჭირვებას ეუბნებოდა, ის ცრემლებს ყრიდა, ცრემლები მოდიოდა, ისე მოქმედებდა მას. და თუ რაფერ შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა, ძალიან ბევრს. მარტო ხელა ხალებს და ოჯახებს ეხმარებოდა ყველნაირად. ბინის მიცემა იყო თუ რამე დახმარება იყო თუ რა ვიცი, გაჭირებულები რო იყვნენ უჭირდათ, ყველას ეხმარებოდა. ოჯახში იყო ძალიან ტკბილი, ძალიან კეთილი, შვილების მოყვარული და საერთოდ ოჯახის მოყვარული. საერთოდ ეს ოჯახი იყო ძველი,
ძველი ტრადიციების მატარებელი, უყვარდა ძალიან სტუმარმა სპინძლობა, უყვარდა ძალიან ზუმრები და გულგაშლილი დებოდა მათ, ყველას უხაროდა მათი მოსვლა და საერთოდ მათ მოყვარული ხალხი იყო ძალიან კეთილი ხალხი და კარგი ხალხი. კარგი დედამთილი მყავდა, კარგი ხალი იყო, კარგი გვარიშვილი, აბდუშელიშვილის ხალი იყო და საერთოდ ძალიან გმირი ხალი იყო. იხმარებოდა მიუხედავად იმისა, მაშინ გაჯერება იყო, არ იყო ხაშად ისეთი ცხოვრება, ყველაფერი ვერ იქონებოდა, მაგრამ ძალიან ეხმარებოდა თავის ძმისშვილებს და აქ ყავდა ჩამოყვანილი თავის 4 შვილი ყავდა და 3 კიდე ყავდა მოყვანილი და იმათ ინახავდა. აქ დაამთავრეს იმათმა სკოლა და შემდეგ განაგდეს თბილისში და თბილისშიც ეხმარებოდა რაც შეეძლო, რაც შეეძლო უფრო მეტს, რაც არ შეეძლო. იმათთვის არაფერს არ ზოგავდა. ოჯახში ავდა იქაური ძმა და 2 ძმისშვილი. ძმა მე დაეღუპა და ეს მთელი ოჯახი მაგათ კისერზე გადავიდა, ეგენი ეხმარებოდნენ. და ისე უყვარდა ეს თავის ძმისშვილები, ბობოლის ძმისშვილები, რომ თავის შვილებში არ არჩევდა. პირიქით უფრო ეხმარებოდა. ისეთ ოჯახში სუმათ მოყვარულები იყვნენ, რომ ბაღში მოწყობილი ჰქონდათ ლოტოს სათამაშო. ლოტოს სათამაშო ჰქონდათ მოწყობილი ბაღში და ყოველ საღამოს მოდიოდნენ ამ ბაღში. მოდიოდნენ ბაღში მეზობლები, ნაცნულები, მეგობრები და ერთობოდნენ ამათ ბაღში ლოტოს თამაშით. ეს ჩემი მამამთილი მენას მათ მოყვარე რომ უხაროდა ძალიან მათი მოსვლა, რაც შეეძლო ყველაფერს აკეთებდა ჩაის და რაც შეიძლებოდა პატრიცემდა და ისინიც დღეს რომ მოვიდოდნენ ხვანდაზე ისე უხაროდა თქმოსვლა. შვილებსაც მოყვასის სიყვარულს ასწავლიდნენ ბატონი დავითი და ქალბატონი ქეთევანი და სწორად დათესილმა თესლმა ნაყოფის მშვენიერი გამოიღო. მარინა და ილია ყველაზე ჰუმანური პროფესიით მედიცინით ემსახურებიან ქვეყანას. კოტეკი თავზარაშულებისათვის დამახასიათებელი დიდი ბუნებით ცდილობს დაეხმაროს თავის სევდამის ჯერ ქალაქს და ალბათ სიმბოლურია, რომ თანამოქალაქეებზე ზრუნვასა და ფიქრს იმ კედლებში მიზალებია, სადაც წლების წინ ბატონი ზურაბი ემსახურებოდა მათ დიდი რუდუნებით. ძალიან ძნელია ილაპარაკო საკუთარ მამის შესახებ, მაგრამ მე მაინც გავიხსენებ ზოგიერთ რამეს, რომელიც ის 3 შვილს გვადლებდა დარიგებას და დღესაც მახსოვს აი ეს მისი დარიგებები. რომ ესე იგი ჩვენ უნდა ყოფილიყავით ძალიან პატიოსნები, უნდა ყოფილიყავით კაცმოყვარე, უნდა ყოფილიყავით სიყვარული ჩვენი ხალხის, ჩვენი სამშობლოსი, ჩვენი ქალაქის და თუ რამე შეგვეძლებოდა ყველაფერი გავიკეთებინა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკან დაგვიბრუნდებოდა ბუმერანგით. ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. მე ყველაფერს ვაკეთებ დღესდღეობით, რომ ეს მისი დანატოვარი შევასრულო პირნათლად. ეს არის ძალიან დიდი საქმე, როდესაც განვლილ გზას გადახედავ და შენი განვლილით ის არ შეგვდება. ამიტომ აი ეს პრინციპით ცხოვრობ დღესდღეობით. რაც შეეხება მამაჩემი, ჩვენს მიმართ, შვილების მიმართ არ იყო ძალიან მკაცრი, მაგრამ იყო მოთხოვრი. მისი თითქმის აი ერთი შეხედო ჩვენთვის გასაგები იყო თუ აი რაზე რა ის რას იტყოდა იგი ჩვენგან
და რა უნდა გაკეთებულიყო. ამიტომ მეც მაქვს აღებული დევიზად ეს პრინციპი და ჩემს მომავალ თაობას, ანუ ჩემს შვილებს აი ამ დევიზით ვწდი. მე ყველაფერს ვაკეთებ და ვცდილობ, რომ მათ ჩემს შვილებს გაუკეთო ის გაუკაფო ის გზა, რანაირი გაკაფული გზას მე დავხვდა. რადგან შვილებისათვის ყველაზე დიდი სიხარულია, როდესაც შენი მშობლების მიმართ რაღაც სიკეთეს გეუბნებიან. მე ამის ბევრი მაგალითი დავხვდა წინ. აი სულ უცხოებთან შეხვედრისას მათ მოუყოლია ჩემგანი რომ გაუხსენებიათ მამაჩემს ის სიკეთე, რომელიც მათ გაუკეთებია მათთვის. შეიძლება ეს აი იმდენად კვადრების მისაქცევი არ ყოფილიყო, მაგრამ აი ხალხის გულში ეს მაინც დარჩენილა. თუნდაც ეს ყოფილიყო აი ბინების მიცემის შესახებ, რაღაც ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, თუ რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო და ეს ჩემთვის ძალიან აი ტკბილი გასახსენებელია. ქონდა ესეთი ძალიან უცნაური თვისება, რომ გამოსავლიდან აი ცოტა სხვანაირი სიტუაციიდან ისეთ გამოსავალს იპოვიდა, რომ ცოტა ღიმილსაც კი მოგვიდათ. იყო ასეთი შემთხვევა ერთხელ, გავიხსენებ, ბოლოს მამა მუშაობდა რაიონის მთავარ არქიტექტორად. ერთხელ თურმე, როდესაც თავის ოთახში კაბინეტში ვდარემ და იხილავდნენ, არის ესეთი გორელი, ჩიშვართ აბრამიძე, ძალიან კარგი ინჟინერი და ერთად ისხდნენ და თურმე იხილავდნენ ამ რაღაც შენებლობის პროექტს. მაშინ ესეთი წესი იყო, რომ სახლს ვერ ააშენებდი სოფელში თუ პროექტს არ მოგცემდნენ. სამაგიეროდ ეს პროექტი გეხმარებოდა იმაში, რომ მიხვიდოდი ბანკში და მოგცემდნენ სესხს. მე მახსოვს, რომ დაახლოებით 25,000 მანეთს გადლებდნენ. ვის შემდეგაც შეგეძლო აღეშენებინა ბინა. ზუსტად თურმე ხანს შესული კაცი ამ დროს შევარდნინა ოთახში ყვირილით, წივილით, რომ რატომ არ მომეცით ზუსტად საბუთები, რომ მე შემეშალა ხელი ამ თანხის აღებაში. ესე იგი ვერაფრით ვერ გაუჩერებიათ, აუხსნეს მდგომარეობა ის, მაგრამ არა, ის კაცი არ ჩერდება. და უცებ მამას თურმე ესეთი შეკითხვა დაუსვია. თქვენ ხო სიყვარულით მოიყვანეთ მეუღლე? ეს კაცი ამ დროს შემწვარა. კიო სიყვარული? მე რატომ აღწევთ თქვენს მეუღლემ ზიას? ის ხო ესეთი კეთილშობილი ქალია. ეს კაცი ამდგარა, ჩუმად, უჩუმად გასულა ოთახიდან. საერთოდ ესე იგი აღარ გამოჩენილა. გაუგზავნებიათ ახლა ბატონ ქიშვარს და მამაჩემს ისევ ამ პროექტზე მუშაობა, მაგრამ ქიშვარს ვერ მოუთმენია და უკითხია. ბატონო დავით, ახლა რა იცოდით, რომ ამ ქალს ამ კაცის მეუღლეს ეს სახელი ერქვა? არა, საიდან უნდა მცოდნოდა? უბრალოდ შემომჩნია, რომ ხელზე სვირინგი ქონდა ამოსვირინგებული და სად ეს იქნება ამას გაეჭრა, იმიტომ ვერანაირად ვერ ვიცილებდით თუ გაჭრა ამას საკითხავდა. აი ესეთი საკითხები და ესეთი მოგონებები ძალიან ბევრია მისადმი, რომ ესე იგი იყო ძალიან იუმორის მქონე პიროვნება, იყო ძალიან ესეთი მოსიყვარულე და ამით მე აი ძალიან ვამაყობ მისი შვილი. დღეს ორივე ოჯახის მდიდარ ტრადიციებს ღირსეულად აგრძელებენ დიასახლისები. ქალბატონი ნანა თავყელიშვილი და ქალბატონი ქეთევან ტატიაშვილი. მე როგორც ამ ოჯახის ბრძალი ამ კუთხით არ მინდა ვისაუბრო ჩემს მამამთილზე. მე მინდა ვისაუბრო მის შესახებ, როგორც ჩვეულებრივ რიგითი გორელი და ჩემი ბავშვობიდან მოდის მასზე უამრავი კეთილი მოგონება. მასზე ვისაუბრებ არა როგორც ის რაიკომის მდივანზე, აღმასკომის თავმჯდომარესზე და ქალაქომის მდივანზე, არა როგორც ადამიანზე, პიროვნებაზე, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანთა კეთილყოლფას და მაცხოვრების პირობების გაუმჯობესებას მიუძღვნა. ბატონი ზურაბი იყო ნამდვილი, ნაღდი, ქართველი, გორელი პიროვნება, რომელმაც შეიყვარეს პატარა ქალაქი და მისი მცხოვრებლები. მაქვს უამრავი მოგონება მის შესახებ, როგორც კაცთ მოყვარე, კეთილშობილ და უაღრესად განათლებულ, უაღრესად ნაკით, გულისხმიერ, მეგობრობს და რაც მთავარია, ბავშვების უსაზღვროდ მოყვარს.
ძალიან ბევრი და ბევრი შეიძლება ზურაბ თაზარაშვილზე გაიქცენოს ადამიანმა. მე მყავდა მეზობელი ქვრივი და ძალიან ღარიბად ცხოვრობდა და ჰყავდა ავადმყოფი შვილი. და გადაწყვიტა რომ დახმარებისთვის მიემართა ზურაბისთვის და როდესაც დაბრუნდა სახლში, ყველა მეზობლებმა ვკითხეთ რა გითხრა. რა მითხრა, იქით ვამშვენებდი, როცა ჩემი შვილის ავადმყოფობაზე ვესაუბრებოდი. ზურას თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა და ისე განერვიულდა, რომ იქით მომიხდა მისი დაწყმილება და დამშვიდება. ძალიან ბევრი და უამრავი გეგმები ჰქონდა ქალაქისთვის, ახალგაზრდობისთვის გაეკეთებინა. რაც გააკეთა 2 წელიწადში, ეს უკვე ძალიან იმის ძალას აღემატებოდა, რაც შექმნა და ძალიან ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი. პირადად დიდი სურვილი ჰქონდა გორის ციხიდან გორიჯვრამდე გაეკეთებინა საბაგირო გზა. აეშენებინა ისეთივე ადმინისტრაციული შენობა, როგორიც დღეს არის ერთი და მეორე მხარესაც უნდა და მოედნის მეორე მხარესაც ასეთივე ადმინისტრაციული შენობა აშენებულიყო ახალი კულტურისა და დასვენების პარკი, გამშვენებულიყო ქალაქი, გალამაზებულიყო და ასე შემდეგ, მაგრამ მისი ცხოვრების ხანმოკლე დროში ეს ყველაფერი განახორციელა ნაწილი მხოლოდ ძალიან დიდი ფიქრები და ცდებები განახორციელებელი დარჩა. იყო ახალგაზრდობის ქომაგი და ეს სტუდენტობის ხანიდან მახსოვს მე, რომ გიორგი ხარაულთან ერთად ზურაბ თაზარაშვილმა მაღალმთიან სოფლებიდან, რაიონებიდან ჩამოიყვანეს უამრავი ბავშვები და გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში მოაწყეს. საინგილოდან რასაკვირველია და ამათ მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ხარაული დახმარებას უწევდა, სტიპენდიას აძლევდა, თაზარაშვილი დამატებით თანხას უყობდა ამ ბავშვებს სწავლისათვის და ცხოვრებისათვის. იყო ზურა თაზარაშვილი იცით უფრო ხალხისთვის. როდესაც საუბარი მქონდა ჩემს დედამთილთან ხოლმე, ხშირად კლეოპატრა იალაღი და მეუბნებოდა, რომ ზურა უფრო ხალხისთვის ცხოვრობს ამ ქვეყანაზე, ვიდრე ოჯახისთვისო. ეს რა თქმა უნდა ხმრობით ნათქვამი იყო, მაგრამ ამ ხმრობაში სიმართლის მარცვალეც იყო, რომ ხალხის ინტერესებით უფრო ცხოვრობდა, ვინემ უკვე ჩრდილში იყო, მეორე ხარისხოვანი იყო, ოჯახზე ზრუნვაც, ესეც ფიქრი რაღაცა გასულიყო მთელი დღე ჯერ რაიონში ცხოვრობდა, დადიო რაიონის სოფლებს ული და შემდეგ ქალაქის ყოველ ქუჩას, ყოველი მოსახლის, ყოველი ოჯახის ცხოვრებისეული საკითხებიც კი იცოდა, ელემენტარული საკითხებიც კი და ისეთ ოჯახებს უწევდა დახმარებას ეკონომიურად, რომ თვითონ მათ არც კი იცოდნენ ეს და არ მიდიოდნენ არაფრის სათხოვნელად. აი თვითონ ისე კარგად ჰქონდა გაფიცნობიერებული და შესწავლილი თითოეული გორელის ეკონომიური პირობები. მძღოლად ყავდა ნოდარ მიხანაშვილი, ძალიან კარგი პიროვნება და ერთხელ ქუჩაში შემდგა ძალიან გაიხარა, რომ შენ ზურას რძალი ხარ და ამიტომ უფრო მიყვარხარ და ამიტომ უფრო გცემ პატივს რომ ისწავლარ და ზურა მძღოლად მუშაობდა და მკითხა, იქნებ რამე მთხოვო ნოდარ, იქნებ რაიმე გჭირდება და მე მომერიდაო, მაგრამ ისე ჩამაციდა, იმდენჯერ შემეკითხავ, რომ იძულებული გახდი მეთქვა, რომ მე ვინიც იმწრობას განვიცდიო. ისე გაიხარა ეს რომ ვთხოვეო, რომ რა კარგია, ნოდარ, ისეთი რაღაცა მთხოვე შვილო, რომ მე ამას გაგიკეთებ და აუცილებლად დაგაკმაყოფილებინი და ასეც მოხდაო. ესე იგი, სიხარული იყო იცით იმისთვის, თუგი ადამიანებს რაიმე სიკეთეს უკეთებდა და აი ეს იყო სწორედ მთავარი მიზეზი იმის, რომ გორელმა ხალხმა, არა მარტო გორელმა, რაიონიდან და მთელ საქართველოს ტერიტორიიდან თითქმის უზომოდ შეიყვარა ეს ადამიანი და ეს დიდი სიყვარული გამოჩნდა
მხოლოდ მაშინ, როდესაც სამწუხაროდ გარდაიცვალა ჩემი მამამთილი და მისი დაკრძალვა გადაიქცა. მე ვერ გეტყვით რა. რომ დაკრძალვა უკვე დამთავრებული იყო და იქ სამგლოვიან მიტინგიც უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, რომ ხალხი თეატრის წინა ტერიტორიიდან ნაბიჯს ვერ ვდგავდით, რომ ავსულიყავით და ბოლომდე გვეცებადები. ისეთი ხალხმრავლობა იყო. ასეთი რამ გვს არ ახსოვს და ხშირად ამბობენ, რომ ასეთი რამე საქართველოში საერთოდ არ მომხდარა. აი სწორედ ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ დიდი სიყვარული დაიმსახურა ხალხში თავისი კაცთმოყვარეობით, კეთილშობილებით, თბილი გულით და რაც დაინახავდა თუ არა გაჭირებულს ვინმეს, იწყებდა ტირილს. აი ეს ქონდა ნაკლი, რომ მამაკაცს მაინც ტირილის არ შეგვიდა, მაგრამ ყველას გაჭირება მიქონდა გულამდე და სწორედ გულმა უღალა და კიდეც რომ იგი ყველაფერს ატარებდა გულში და არაფერს არ სტოვებდა ამის გარეშე. იყო არაჩვეულებრივი მამა, არაჩვეულებრივი მეუღლე და არაჩვეულებრივი ბიძა, თავისი კარგი მშობლების ტრადიციების გამგრძელებელი. მეტად სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ზურაბ თავზერაშვილს, მამამთილს ჩემსას, ჰყავდა ისეთივე კეთილშობილი, ისეთივე ქალაქისათვის მოამაგე მზრუნველი ახალგაზრდობისთვის, ბავშვებისთვის, როგორც თვითონ იყო. ეს ალბათ ტრადიცია გრძელდება დღესაც. ვფიქრობთ, რომ არც უნდა შეწყდეს აი ის, რაც თავზარაშვილების ოჯახიდან მოდის გენეტიკურად და მე მგონი და ასეც არის, რომ ჩემი შვილებიც თავზარაშვილები არიან და აგრძელებენ თავის წინაპრების ტრადიციებს, აი ეს კაცთმოყვარეობა, აი სიყვარული ხალხისადმი, კეთილშობილება დევს ჩემ შვილებში და ეს რა თქმა უნდა მეც მოსიამოვნებს და ეს ასეც უნდა იყოს. და ვისურვებდი მხოლოდ ერთ რამეს, რომ გორს ამ პატარა ქალაქს არასოდეს არ გამოდეოდეს აი ისეთი ერის შვილები, ისეთი ქართველები, როგორიც გახლდათ ჩემი მამამთილი ზურაბ თავზარაშვილი. ვისურვებდი, რომ ისი აი ის დიდი სურვილები, რაც ჰქონდა ქართული ხალხისთვის, ქართული ერისთვის, ყველაფერი მომავალში შესრულებული იყოს და ჩვენს თაობებს ეცხოვროთ უფრო ლამაზ, უფრო ბედნიერ ქვეყანაში. ძარღვმაგარი და ჯიშიანი გამოდგა ის ხე, რომლის ფესვებით ორი კეთილშობილი ადამიანისაგან მოდის. ამიტომ დაიტოტა ისე უხვად ჯანსაღი ყლორტებით, ჩვენს დათითო-კაცებულ ქვეყანას, რომ სჭირდება სწორად. ღმერთმა ამრავლოთ. დახმაურობს ქართული გემი თამარ, მაკა, ქეთევან, დავით, მარიამ, ნინო, გიორგი თავზარაშვილებში, ზურაბ ხერხეულიძეში, მედეა, არჩილ, რესან კონცელიძეებში, ხათუნა, თამარ, თეა კერესელიძეებში და იხმაურებს მარადჯამ, რადგან ასეთ მამულიშვილ გენს გადაშენება არ უწერია. დაგვჯერა, მათი შვილების თაობას ისე ამღერებს ქართულ სულს, როგორც ეს მათ დიდებულ წინაპრებს ხელეწიფებოდათ. ცხოვრება ეს არის ერთი მეორეში გათქვეფილი უტკბილესი თაფლი და ძირმწარე ნაღველი, უთქვამს გრძელს და ბედნიერი ადამიანი, ვინც შეძლებს გვერდით მდგომს თაფლის გემოში აგრძნობინოს და ნაღვის სიმწარე გაუგდებინოს. რაც მთავარია, სული სიმძიმე შეუძლებს, რადგან ნოდარდობაზის არ იყოს, ადამიანის სული გაცილებით მძიმეა ვიდრე სხეული. იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია. ამიტომ ვიდრე ცოცხლები ვართ, უნდა ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული. თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვა მსხვისი და ასე დაუსაბამოთ, რამე თუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დაგრჩეთ ამ ქვეყანაზე. ასე უკვდავყვეს ზურაბ და დავით თავზარაშვილებმა ათასობით ადამიანის სული და მათი გარდაცვალების შემდეგ
თავიანთი წილი არაკათქცეული სიკეთით დააублეს ჩემი პატარა ქალაქი. კვერნათის მთაზები ისეთი სიმშვიდეა, თითქოს ქვემოთ სიკვდილს არ გაეჩაღებინოს ალბედითი ფერხული. ასეთ სიმშვიდეში გარდაცვალებაც გეიოლება თითქოს. უფრო ძნელი საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილია. ტკივილი, რომელიც ასე ძალუმად ფეთქავს მანანა თავზარაშვილის ძმისადმი მიძღვნილ სტრიქონებში და მიწათქცეული სხეულებიდან საუფლოში გაფრენილი სულების ამაღლების სევდიან რეკვიემად გვევლინება. ჩემი საფლავები, ჩვენი საფლავები, ჩამქრალი სამთლები, გაზრდილი ალვები, უსიტყვო გოდება, სევდა, სასოება, ჩემი საფლავები, ჩვენი საფლავები, შავ მიწათქცეული სულები პაპაჩემის, ყაყაჩოდ მოსული სისხლი მამაჩემის,